გამობრძანებულა ქალბატონი. რასთან დაკავშირებით გამოგაბრძანეს? ქორწილია თუ ისევ შორეული ნათესავი გარდაიცვალა? უხეში როგორც ყოველთვის. გარდაიცვალა? რა საშინელი იუმორი გაქვს. უბრალოდ არსებობს მომენტები, როცა სამყაროს სილამაზე და შარმი ჭირდება და არა შენი გაცვეთილი გართხმული ლანჩები. დღეს ნათიას დაბადების დღეა. რესტორანში მივდივართ. ხო იცი, იქ სადაც გართობა და წითელი ხალიჩაა, შენი ადგილი არ არის. წითელი ხალიჩა? კარგი რა. ვიცით ეგ სცენარი. პირველ 20 წუთს ამაყადივლი, მერე კი მაგიდის ქვეშ ჩუმად მოგიშორებს, რადგან შენებურად უმოწყალოდ დაატეხავ თითებს. აი მაგ მომენტისთვის ჩემებურად ჩანთიდან ამოვძვრები როგორც მხსნელი და ჩემი დიდების საათით დავტკბები. სამაგიეროდ მე ვქმნი მოგონებებს და ფოტოებშიც ისევ მე ვიქნები. შენ კი? შენ უბრალოდ ტაქსამდე მისასვლელი საშუალება ხარ. მე რომ არა, ეს ჩვენი პატრონი, ყოველ ჯერზე ფეხში შველი და ატირებული დაბრუნდებოდა სახლში. ასე რომ ამ დაბადების დღეზეც სანამ ჩანთაში მოყუჩებული ვიქნები, შეგიძლია ინავარდო. ორივემ ვიცით, რითიც დამთავრდება ეგ საღამოც. იქნებ ამჯერად მაინც ბოლომდე გამიცლოს. ნუ ნერვიულობ, ვერცხლისფერო. შენ შენებურად გაიბრწყინე. მე ჩემებურად დაგაზღვევ.